მშრალი ხიდი ყველასთვის ცნობილი ადგილია, სადაც 90-იანი წლების შემდეგ მეორადი, ძირითადად სახლებიდან გამოტანილი ნივთების ბაზრობაა. ამ ადგილით ხშირად ინტერესდებიან ტურისტები, ვისთვისაც აქაურობა ერთგვარი ეგზოტიკური ნივთების შესაძენ ადგილს წარმოადგენს. საინტერესო ადგილია ერთგვარი მუზეუმი, ვისაც ეს ეპოქა, საბჭოთა ეპოქა და ესთეტიკა აინტერესებს. პირადად მე ეს ადგილი არასოდეს მიზიდავდა. სამაგიეროდ თითქმის იგივე სივრცეში დედაენის ბაღში გაჩნდა იდენტური ბაზრობა, ფლიმარკეტი, რომლის არც ერთი ივენთი არ გამიცდენია. შეიძლება ჩანთები არ გამეკეთებინა და ესეთი ხელნაკეთი რაღაცებს დიდად არ გავყოლოდი და ეს ფლიმარკეტი დიდი სტიმულია, რომ კიდე რაღაცები გავაკეთო და ახალ-ახალი რაღაცებიც შევთავაზო ხალხს. ნატო პროფესიით მხატვარია, არასოდეს იფიქრებდა, რომ დიზაინერობით დაინტერესდებოდა, მაგრამ ფლიმარკეტის გაჩენამ თბილისში სურვილი გაუჩინა თვითონ ეცადა იმის გაკეთება, რაც ისედაც მოწონდა. ყველაფერი ნაჭრის ჩანთებით დაიწყო. რომ ნახე, რომ მოწონდათ ეს ჩემი ჩანთები, მომინდა, რომ უფრო მეტი გამეკეთებინა, უფრო სხვადასხვანაირი, მრავალფეროვანი და მე მივხვდი, რომ უკვე ამ ჩანთების გარდა შემეძლო სხვადასხვა რაღაცეებიც შემომეტანა და ესე დავიწყე მე უკვე მაისურების კეთება და საფულეების. ჯერ ხატავს, მერე საკუთარ ნახატს ამ ფოტოს სპეციალურ ქაღალდზე ბეჭდავს. ფიქრობს, რა გადაიყვანოს, რას მოუხდება, რა ფერი და ფაქტურა როგორ შეუხამოს ერთმანეთს. ეს მეთოდები რაღაცები ვიცოდი, მაგრამ არასდროს არ მისინჯია და ფლიმარკეტმა მომცა შანსი, რომ დამეწყო ამის კეთება და თან ვცდილობ, რომ ყოველთვის კარგი ხარისხის იყოს ეს მაისურიც თვითონ მე თვითონ არ ვკერავ ამ მაისურს ვყიდულობ, ვარჩევ სპეციალურად ისეც, რომ მე ჩემ ფოტოებს და ნახატებს მოუხდეს. საბოლოოდ პროდუქტი ორიგინალური, ინდივიდუალური და ექსკლუზიური გამოდის. თავისუფალ დროს ასეთ რაღაცებს რო ვაკეთებ და თანაც ხალხსაც რომ მოწონს და მეყიდება ძალიან დიდი სტიმულია. კლასიკური ფლიმარკეტი ადგილია, სადაც ადამიანებს გასაყიდად ის ნივთები და ტანსაცმელი გამოაქვთ, რაც მათ უკვე აღარ ჭირდებათ, მაგრამ არც ყრიან. მყიდველიც გახარებული მიდის და გამყიდველებიც ბედნიერები რჩებიან. ასეთი ადგილები საზღვარგარეთ ბევრია, თუმცა თბილისში მსგავსი სივრცე არ ყოფილა და მხოლოდ 1 წლის წინ გაჩნდა. ჩემთვის უნიკალურია ესეთი სივრცეები. თუნდაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, იმიტომ რომ ბევრად საინტერესო ნივთებს ყიდულობ და ყველა საყვარელი ნივთი რაც მაქვს ფლიმარკეტებზე მაქვს მართლა ნაყიდი. განსხვავებით რაღაც ტურისტული სპოთებისგან. ძალიან მომწონდა ეს სივრცეები და ძალიან მინდოდა რომ თბილისშიც ყოფილიყო. ანუ იდეა მარტივად მომივიდა. დაბადების დღე მქონდა 6 აპრილს და 3 დღით ადრე ვთქვი რომ ჩემ დაბადების დღეზე ფლიმარკეტს ვაკეთებ და გავაკეთეთ. წარმოდგენილი ჰქონდა, რომ თბილისში გაჩნდებოდა ისეთი სივრცე, სადაც ადამიანები ღიაცის ქვეშ დროს თავისუფლად და საინტერესოდ გაატარებდნენ. იქნებოდა მეგობრების შეხვედრის ადგილი. ჩვენ მოგვეცა ადგილი, რომ ძალიან საინტერესო ნივთები ვიყიდოთ, იმიტომ რომ ვერცად სხვაგან თბილისში ესეთ ნივთებს ვერ იყიდით. საზღვარგარეთის ფლიმარკეტებისგან განსხვავებით, თბილისურმა ფლიმარკეტმა ცოტა სხვა სახე შეიძინა და ძირითადად ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა გახდა. ლილის აქსესუარები არის აღმოჩენა ფლიმარკეტის ჩემთვის. აი უკვე რამდენიმე ცალი მაქვს სახში და სულ ყველა ჯერზე მინდა რომ რაღაცა ვიყიდო, რომ მოვდივარ. Я участвую уже в 3-й раз. Первый раз я მარკეტზე უკვე მესამედ მოვდივარ. პირველად სულ რამდენიმე სამკაული მქონდა. ისე მოეწონა მყიდველს გადავწყვიტე და გამეგრძელებინა. ეს სტიფანის ცნობილი ვიტრაჟის ტექნიკაა. სცენარების ელემენტებზე მუშაობა და გამოყენება მოწონს. ამიტომ გადავწყვიტე გავაგრძელო იმის კეთება, რასაც ხედავთ. Я решила продолжить это делать. აქ არა მარტო შესაძენად იკრიბებიან. ეს გახდა თავშეყრის ადგილი, სადაც მეგობრებს ნახულობ, ვირთმევ სახლში დამზადებულ ლიმონადს და შანსი გეძლევა შეაფასო ნიჭიერი და კრეატიული ქართველი ხელოვანების ნამუშევრები.